6 მაისიდან ოქტომბრის 16-17 რიცხვამდე პლუტონი არის რეტროგრადული. საერთოდ პლუტონი ჩვენთან ეს არის ტრანსფორმაციის მატარებელი ენერგია. ძალაუფლების ყველაზე მთავარი კონტროლის სურვილი ფსიქოლოგიაში რომ წავიდეთ, ობსესები, დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ეს პლუტონური ენერგიები არის. აკვიატებამდე რო ვართ, ან ურთიერთობაში მიჯაჭვულობები რო გვახასიათებს მაგალითად, ან შიშები, ობსესური რო გვახასიათებს, ხო აი, მას რამე არ დაემართოს, ეს რამ არ მოხდეს, ბიზნესი არ ჩამომექცეს, ანუ დაძაბული ემოციები, შიშები და ზოგადად უსაფრთხოებაც. ეს ყველაფერი ჩვენთან პლუტონი არის. როდესაც პლუტონი ხდება რეტროგრადული, ტენდენციები ძალაუფლების, გავლენების, კონტროლის და შესაბამისად შიშები საიდან მოდის, რაღაცას რო ვერ ვაკონტროლებ, აქედან მოდის, რაც ჩემზე არ არის იმის მეშინია, ხო? იმიტომ რომ მაშინ ვარ მშვიდად, როცა მე ყველაფერს ვაკონტროლებ. ეს ენერგია უკვე რეტროგრადულ ფაზაში წავიდა, რაც დაიწყო იანვარი-აპრილის პერიოდში. სულ რამე იყო, ან პროექტი, ან ემოცია, ან ფსიქოლოგიური რაღაც პატერნებში გავირკვე მაგალითად და დავიწყე ამაზე მუშაობა, ხო? აი ამ ფაზაში უკვე ჩერდება ეს პროცესები და თითქოს გადახედვას მოითხოვს, შიგნით ბრუნდება ენერგია. რაც ნიშნავს ახლა შიდა ტრანსფორმაცია. როდესაც არის კრიზისი, სადღაც პერიოდულად ძალაუფლებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად მე ვერ ვაკონტროლებ, შეიძლება ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ან მის ცხოვრებას, ან ჩემზე არ არის დამოკიდებული, ხო? შეიძლება მე დამეწყოს შიშების სიტყვაზე, ხო? ახლა მე ყველაზე გავრცელებულ ემოციას გიყვებით, რაც პლუტონს ახასიათებს, სწორედ ძალიან ბევრნაირი არის ეს. ან შეიძლება დედის ჯანმრთელობაზე ვნერვიულობდე, ან ჩემ საქმიანობაზე სიტყვაზე ვნერვიულობდე, ან ჩემ ჯანმრთელობაზე, ამ დროს საფუძველი მაინც არაფერი არ მქონდეს, ხო? აი ეს აკვიატებები არის, პლუტონური სიმძაფრე არის სადღაც და სამდროში რომ ჩავყვეთ, ეს არის კონტროლის დაკარგვის შიში. ან კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ესე იგი სადღაც გამოცდილება არ აქვს კარგი, რასაც ვერ აკონტროლებ და იქ ან ტრამა მიიღო, ან ისე არ წავიდა მისი ცხოვრება, როგორც მას უნდოდა და შესაბამისად არაცნობიერი ცდილობს ყველაფერი დაიჭიროს, ხო? აი რეტროგრადულობის ფაზა გვაძლევს ამის კარგ შანსს, რომ მოვიპოვოთ შიდა ძალაუფლება, გავუშვათ ის ძველი პატერნები ფსიქოლოგიური, რატო გვაქვს ეს შიშები. პლუტონი ყველაზე ღრმა ქვეცნობიერში ჩადის. ეს არის ის პერიოდი ფსიქოთერაპიით აქტიურად რო ან დაკავებულები ვიყოთ. თვით რეფლექსიაში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად. შევხედოთ ჩვენ ცხოვრებას, სად არის ჩვენ ხელში რეალური ძალაუფლება. და რეალური ძალაუფლება არის, რომ გარემო არის როგორიც არის ისეთი და ჩვენ როგორ რეაგირებთ ამ გარემოზე. სად გვაქვს რეალური ძალაუფლება, რომ ჩვენ ჩვენი ემოციები ვაკონტროლოთ და არაკონტროლი როგორც მოუჭიროთ მაგალითად საკუთარ თავს და დავბლოკოთ, რაც ზოგადად პლუტონს ახასიათებს დაუმშავებელ პლუტონს. და ეს რეტროგრადულობის ფაზა გვაძლევს საშუალებას ჩავიდეთ აი ამ ტკივილებში, რაც ვერ ვუშვებთ ემოციას, მაგალითად რაც გვიჭერს ის გვაკონტროლებს არის ესე ფსიქოლოგიაში, ვიღაცის დაკარგვა თუ ძალიან გვეშინია, იმას შეუძლია მანიპულირება მოხდინოს ჩვენზე მაგალითად.